მატყლის ერთადერთ საწარმოში ვართ არა? საქართველოში მეგონი მეტი არ არის. ერთადერთი ალვანში ვართ. ქვემო ალვანში არა? ზემო ალვანში. ზემოში ვყოფილი ვართ. მე რომ მკითხო ქვევით ვარ, მაგრამ მასპინძელი ამბობს ზემო ალვანში ხართო. გითხარით თქვენ შესახებ, ვინ ბრძანდებით თქვენ? მე ვარ დიმიტრი არინდაული. თუში ბრძანდები? კი, აკაური. თურმე ასე მოდის მატყლი, როგორც ხო, ეს არის მეც ხო ეს ახლა არის მთის მატყლი, ეს არის მთაში გაპარსული. თასი გაპარსული ჩამოაქვს. აზერბაიჯანელებს ჩამოაქვს, თუშებს ჩამოაქვს. თუშებია, მაგრამ ახლა ჩვენები ცოტა გაზარმასენ, აღარ უნდა ცხვარში ყოფ. როგორ არ უნდათ? არა, იმდენი აღარ არის. აზერბაიჯანელები უფრო მეტი. მეტი შემოდის აი მათი. ხო, რასაც პარსავენ მოაქვს თქვენთან. ნუ სადღაც 70-80% კი, ნაჩვენს. იქაც ეს არის რა გააჩნია, ზოგან გზასაც არის კი მოაქვს, მაგრამ არის ადგილები რომ შორია გზა. მანქანა დანადგარი არის სარეცხი. ეს არის სარეცხი. აგე იქ ცხი ვანებია ორი, ქვეშ გაზი აქვს. მან ცხელდება? იყრება, ფხნილი ეყრება და ცხელდება კი. ის ამბავი რომ ქართული მატყლი ძალიან კაია, მითია თუ სინამდვილეა? ყველას თავის დანიშნულება ყველა მატყლს. ხო, მაგრამ რომ გამიგია რომ რაღაცა მილი აქვს და წვრილი აქვს. კი, ხო, შიგ ხისა აქვს. ღარი აქვს და იმაშრება, მაგრამ ეხლა ჩვენ აქ საქართველოს ხო ჩვენი ტრადიციული საქმიანობა გვაქვს. იმისთვის მისწრაფება არის ეს. მაგრამ უცხოელმა რო წაიღოს მაგათ ირლანდიაში შარფები და ისინი აკეთოს ვერ გამოიყენებს. ვერ გამოიყენებს. თუ შეკაცი ხარ და გერმანულ ცხვრებს აზრდი კაცო. აი როგორ არის ახლა ჩვენ ხომ მატყლს ვაკეთებთ არა? ვღებავთ და ვაბარებ თბილისში, მაღაზიაში. მაღაზიაში ვაბარებ სიტყვაზე 10 ლარად. ხო. ნუ კიდიან 12 ლარად, 13 ლარად. ეს შემოგვაქვს თურქეთიდან ამის მატყლი და კიდიან 90 ლარად. ესე იგი ეს ჯობნებია. მაგვა და ეს სხვა ხარისხი აქვს. და ეს მოვამრავლოთ. არა მრავლებენ ჩვენები თორე ეს არის თან 2 საჩენი 3 საჩენი მართლა და პლუს კიდე ორჯერ დიდები არის ეს არის საჩეთი მარცხნის აი თქო ხელი ჩაკეთე ერთხელ და ორჯერ და გადის ბოლოში ეს ყოფილა დაუგრეხავი ეს აკეთებს ეს დაზრა ესე იგი იქ იყრება გარეცხილი მაგა და გამოდის ესეთი შემდეგ გადადის იმ დაზგაზე და ის კიდე მერე ამას ესე გრეხავს. ერთმანეთზე ახლოს ორ წვერს დაძახვა ქვია რა, დაძახვა. ეს არის გაორწვერება. გაორწვერება. აი ერთი წვერი და ორი წვერი და მერე ორი იგრეხება ერთმანეთს. აი ორი წვერი მოდის და ერთმანეთს ეგრეხება. ყურადღებას აქცევენ რომელიც ხდება აბამი. ხა ხელით რო წინათ როგორ იყო ასე ამითი კი მიდაყვები კი ეს ჯერმასალა ხო ეს ჯერმასალა ეს თურმე მიაქვთ უნაგირის ქვეშ ცხენისთვის და საფენად ეს ვერაფერმა ვერ შეცვალა რა როგორ ვერაფერმა ვერ შეცვალა არა ხარა მოიტანეს ხანრა და ბოლოს მაინც ის კი არა ნაბაძეც ესევე ადრეს ის სპალიმეშოკები შემოვიდა ისიც და სანამ იქიდან ამოძრობდნენ ცხოვრი უკვე დაკარგული იყო გაშლილი კიდე იყენებს მეცხვარეს აცვია? კი, ნაბდები მიაქვს ახლა. მართლა? კი, აი ესეთი დიდი ნაბდები მიაქვს მეცხვარეს. ნახე რა მდეიფენა. ფენა. ნაბაცკერავე. ჭიმა? გამოჭრა აღარ უნდა ნაბდის ფორმა. რაც უფრო ნაკლები შეეხება დუქარდი, მით უმეტესია გაჭრა. მართლა. და ისე უნდა ისაქნა, რომ არ გაჭრა და ისე დასვა ზომებში. რო ნაპირი კონდეს თელი. და მოთელილი იყოს ნაპირი. უკვე გაჩეჩილი და დამუშავებულია რა ესა. ხო, ეს ერთხელ არის. კიდე შედის მე დაზგაში და მეორეთი მოშრება. მეორეთი ჩეჩება. და მე უკვე ძაფი გამოდის. რა სასიამოვნო მოსაკიდია ხელი ნახე. ბილია. ეს დაზგები საბჭოთა დაზგებია. კი, კომუნისტებიც რო ინდა. პოლონურია ეს რა ის, მაგრამ ისე სხვა ქარხნებია. 4-5 ქარხანა იყო, რომ ამუშავებდა. მაგარია ძალიან. ეს ნამდვილი საქმე, მამული შვილური, ეთილშობილი, ტრადიციული. იქით ნავდებს ვაკეთებთ. ძალიან მოსატო საქმეს აკეთებს და შესაძლოა და მხარდასაჭერს. ნავდებს. ძალიან. ამას ქვია ნამდვილი საქმე.
ასეთ კაცს ღერთმა უნდა გაუმარჯოს.